მოგესალმებით ძალიან მაგარო ხალხო დღეს ჩვენ მოდით პირდაპირ თქვათ რატომ შევიკრიბეთ ძალადობის გასაპროტესტებლად დიახაც იმ ძალადობის რომლის მეშვეობითაც ქართველ ხალხს მოპარეს არჩევნები ეს არის ფაქტი და ეხლა ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი ან შევეგუოთ იმას რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე ხელისუფლებამ დანიშნა დიახაც ხაზს უსვამ ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა რომ ჩვენ ენერგიისგან დავიჩლებოდით ილაჯი და არაქათი გამოგვეცლებოდა და მონაწილეობას ვერ მივიღებდით და არ მივიღებდით მესამე ტურში ჩვენ არათუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ იცით რატო ხახტო ის რაც მათ იკადრეს ყველა არჩევნები რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და ქვეყნის პირობებში ჩატარებულა ერთად რომ შევაჯამოთ და ხარბეზები და დანაშაულებები რომ ავიღოთ აი 10 ჯერ მეტი გააკეთეს ერთ არჩევნებში ხარ მოდი გავიხსენოთ რას კადრულობდნენ სოციალურად დაუცველებთან დადიოდნენ ამრეზილი სახეები და ეუბნებოდნენ თუ ხმას არ მიცემს სალომე ზურაბიშვილს მოგიხსნეს სოციალურ დახმარებას პენსიონერებთან მიდიოდნენ ნაწილ მათგანთან და ეუბნებოდნენ იმასაც კი რომ თითქოს პენსიას მოუხსნიდნენ თუ არ იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის ხარდაჭერი პედაგოგებს ეუბნებოდნენ ღირსეულ ამაგდარ ხალხს რომ თუ კი ისინი არ შემოხაზავდნენ სალომე ზურაბიშვილს მათ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ ბაღის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ რომ თუ კი არ მოიგებს სალომე ზურაბიშვილი იმ უბანს სადაც შენ ცხოვრობ აუცილებლად გაგათავისუფლებს სამსახურიდან და რამდენი სხვა ჩამოთვალო მეშახტეებს ხახტო მეშახტეებს ემუქრებოდნენ მეშახტეებს მეოზოვეებს მზარეულებს არ დატოვეს არც ერთი ფენა და არც ერთი სეგმენტი და რას აკეთებიებდნენ ეუბნებოდნენ რომ ეხლა შენ წახვალ არჩევნებზე და რომ დავწუნდე რომ ნამდვილად მომეცი ხმა შემოხაზავ სალომე ზურაბიშვილს და მე რეი გააკეთებ რაღაცა ნიშანს ან რაღაცა ვარსკვლას დაუსვევ ან ციფრს დაუსვევ ან რიცხვს დაუსვევ ეს იყო ტოტალურად იყო ხახტო პენსიონერი ერთი ქალბატონი ხონში რომელიც დღეს დილით ჩამოვიდა ჩვენს გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო შტაბში იცით რა გვითხრა სალომე ზურაბიშვილი რომ მოვხაზე შვილო ვიტირეო და ისე ჩავაგდე ყუჩიო დიახაც ეს არ არის ნებაყოფლობით არჩეული პრეზიდენტი ხახტო ამ ყველაფერს თან აკეთებდნენ კრიმინალების მეშვეობით ვითომ კრიმინალებისა და ვითომ ძველი ბიჭების სინამდვილეში არც კრიმინალები არიან და არც ძველი ბიჭები არიან ესენი არიან არც მეტი და არც ნაკლები სუსტან და პოლიციასთან შეკრულები პოლიციის უფროსი და ვითომ ძველი ბიჭი პოლიციის უფროსი და კრიმინალი ერთად ატარებდა არჩევნებს და ეხლა ჩვენ გვაქვს გამოსავალი ან მივდივართ სახლებში და პარხმავს ხვით ან ვიბრძვით ბოლომდე არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები რომელსაც პატრონ გრიგოლ ვაშაძე გაასაჯაროვებს და დებამომოცით მე არ ვისაუბრო ამაზე მაგრამ ხახტო ეს არის ღირსების საკითხი ღირსების არჩევნებია ბევრი არჩევნები წაგვიგია მაგრამ გვიგიერებია ბევრი არჩევნები წაგვიგია გული დამწყვეტია მაგრამ გვითქვია რომ წავაგეთ მაგრამ ეს არჩევნები ხალხმა მოიგო და ხალხს წაართვეს ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე არ გვაპატიებს არც აწმყო არც მომავალი ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენს არჩევანს ხახტო ჩვენ საუბრობდით მთელი კამპანიის განმავლობაში რომ ხახტო თქვენ მოგვეცით ხმა
და ჩვენ დავიცავთ თქვენ ხმებს. და ეს ხმების დაცვის პროცესი გრძელდება. მე არ ვიღირს არც პოლიტიკაში ყოფნა პირადად და არც ცხოვრება. თუ ვიცი რა გააკეთეს, როგორ იკადრეს, როგორ დაჩაგრეს პატიოსანი ხალხი, ეს ვითომ კრიმინალები და ვითომ ძველბიჭები, სუსტან და პოლიციას და შეკრულები კეთილსინდისიერ ხალხს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით უშრიდნენ და უგზავნდნენ არჩევნებზე მისვლას. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიოსანი ახალგაზრდა იცით 10,000-ობით, რომელსაც არათუ ხმის დაცვა შეშეთხოვაში და მოქალაქის, არამედ საკუთარი დაცვაც, თავის დაცვაც არ შეუძლია, ხო? ეს ნორმალური და ამიტომ არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო ამიტომ არსებობს, რომ საჯარო ხელისუფლების მეშვეობით დაიცვას ჩვენი უფლებები და რაღაცა ცევა და წესრიგი დაამყაროს. კანონის უზენაესობა და იყოს დასადგურებული ქვეყანაში მათ წესრიგი, ჩვენი და თქვენი უფლებები. რამდენი ბავშვი არსებობს ახალგაზრდა, იცით რამც მე ვიცი, მათ შორის თაწყვეთის რაიონში, რომ ვითომ ძველმა ბიჭმა უთხრა რომ არ წახვიდე შენ იქ. რამდენი ბავშვი კარგად გაზრდილი გინახავს და გვინახავს სკოლაში, როდესაც მობილური ტელეფონი მაგალითისთვის წაურთმევიათ და მშობელისთვის ვერ უთქვავს დედა და მამა ტელეფონი წამართვეს და აივნებოდა რომ დაგარგეს. მასიურად იყო პირადობის მოწმობები ჩამორთმეული. მასიურად. ამიტომ ეხლა მართლაც არის დრო, როდესაც ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ რას ვაკეთებთ. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ გავცნებით კონსტიტუციის ფარგლებს, კონსტიტუციის ყველა მუხლის მოთხოვნით და დაცვით. ჩვენ ვიქნებით ჰიპერაქტიურები და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება. ეს არის 2x2 4. სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი სამსახურში ვერ მოაწყობს, ვერ დანიშნავს და მას მოუწევს აუცილებლად საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნაც. თუ არა და აგერ ვნახავთ ყველანი ძალიან მალე. დიდი მადლობა.